და გამიფრინდი როგორ თორია ინდი მინდი ფერაჩინდი ბაგეკონია აი რა უცებ გამიფრინდი რა შორწახველი ჩამიტოვე თვალში ვინდი გულში ნაღველი სადახარტორია სადაფრეს მამხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შეხვდა ამისთანა ჩემო თორია მაგრამ შეცვლი ამისთანა არის თორია თორია თვალთა შენ და ელარე და მაღალეროდის დეში და დეგარეთა დეში შენოდი სადახარტორია სადაფრეს მამხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ შენ წვიმის აშივედებს გულში მქონია ზეგითია გაშიგეზე ასე მგონია გამირვიხარ და მაწვალებ მაინც გიპოვნი ჩაგიკოცნი ლამას თვალებს როცა გიპოვნი თორია სადაფრეს მამხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ჩემო მყდი და გამიფრინდი როგორ თორია ინდი მინდი ფერაჩინდი ბაგეკონია როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჩრდილს, არც თუ ისე ბევრს ატყობს ხარახში დარჩენის სურვილი. მათ ძირითად ბირთვს შეადგენენ ღრმატპატივცემული ექტორები, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა მშობლები. მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წიხდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილების შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლებით გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი მელიტონ ბელთაძე. თბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალის საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გუცა. ალისა სიდეური ბელადი ყველა საშინაო და საგარეო საკითხში. გუცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი. შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აცგანსვენებული. ცხადია ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩი. ეგ არაფერი. ვინც ის სად გაგვიანდებოდა. ნამდვილად არსად. თავისუფალი მოქალაქეა. 1 სექტემბრამდე. სტუდენტი ხარ. დიახ. მომეც მოგეხმარებ. არა, გმადლობ. ვეთვითო. რატომ დირიგენტი წელე? აი ბიჭმა გამიტეხა თოჯინა. შენ გავტეხე თოჯინა? ა? მომეც გენეწოლე. ნუ დი. მომე. გამჭირ. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩაატრავს სურათს.
სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ვერ არ გადაწყვეტილი. კარგი იქნება რაღაც ცივი ტუნულ გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფერს არ გაჯიმა. ალისა. გენაცა, მე ვფიქრობ, შენ უნდა გაყვიდე ქალაქი. სანამ რეზიკო ფეხს არ შეძგამს კონსერვატორიაში ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს უმროდა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სამთვით ეძებ. სამთვით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილებ. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჩუგებარება. არა, მაქვს, მაგრამ იქ გამოდგება. გთხოვთ, ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემში აქ ჩაგალიფ წინვალი მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში. ვაიმე. გული. ალისა. თუ გეშინი. ალისა. რასიჩვე. ის ფაშინდაებს შევსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალიაპინს არ მიიღეს ჩემს ოპერაში. მაინც შენ რა მე ხომ არ მივიღებ მის ვაირო. მაგათ! რაშტირს ბაბუამისის შვილიშვილს ხმის სამღერალი. უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. გთხოვთ დაანებოთ ბუზებს თავი, როდესაც ხდება ასეთ მნიშვნელოვანი საკითხი. ბუზების მოგწუხლებაც არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უბრალოდ გავაკეთე ის რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარშვილის ბერძებს სხვა უნდა იზრუნოთ. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. კი ბატონო. დავტრიალდები. ვირფენ. აღარას დავასო. აი ისიც. მომავალი ვანო სარაკიშვილი. იქნებ კარგწოც კი. დაიც, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. Mi fa sol la si do. ეს ხომ ისინი ცნობია, მუსიკა ცნობია. რა ქვია? დასკავოს რა. თუმცა რა დროსეგა, ასეთი პაციენტი 1000-ში ერთი იბადება. ოდიში. გამარჯობათ. რა გენატრად? კბილი. მე? მგონი აქვია პოლიკლინიკა. მიაგრა რა ვარ? თქვენ ამისთვის როგორ შეგატოფოთ? როგორ გეკადრება? თქვენ გაწუხეთ და სხვაგან გაგიშვა. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ. აბობდადით? მადლობთ, აქვია პოლიკლინიკა. ტაქსი! გმადლობთ, აქვია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვა. სხვა გზაზე შეგატოხე. სხვა გზაზე მოკაცრავ. არ შეგაწუხებით, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიჭი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შალიაპინიც კი. არ დამუწოთ ეხლავე. არ დაგაიხსნებათ, ხო? ესე იგი ჩემი რეზიკო თქვენი იმედით. პირი არ დამუწოთ. ისოდიანი წყალი ყოველ ხუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური ნერვე ჯგუფი. ლირიკო დრამატიული ტენორი. ვოკალური მერაიხო. რა მოხდა? არ დაგავიწყდეს. რეზიკო ბელთადე მელიტონიზე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა? ჩემს ვაშკაცობაშია. საპარატო. რაც ხელა. კარგი ახლა ცვიწყალი. დედა ბორჯომი. ასე? თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საჭირო ოჯახური იდინის.
do re mi fa sol la si 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 do re mi do re mi do re mi do re mi mi do re mi fa sol la si do მივოდე. ელთაძე, რევას მელიტონის ძე. დიახ. დაიწყოთ რა? დიახ. გირდება. აბა, რას გვიმღერებთ მადლობა? რაც გნებავთ. რაც მოამზადეთ, ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რა სიმღერებს? არაყიშვილს? მოცარტ, შუმანს, რა? თოლი. ჰა? თუ შეიძლება თოლი. შემოვხდი და გამიფრინდი როგორ თოლია ინდი მინდი ფერა ჩინდი ბაგე ქონია ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღველი სადა ხარ თოლია სადა ფრეს მხარეს და ვინიცის ჩენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შემხა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მიხანა ვაცადოთ. ზეშინა და დეგარეთამ ზეში შემოდი სადა ხარ თოლია სადა ფრეს მხარეს და ვინიცის ჩენ იქნებს უსვას ახარებ სადაფრეს მხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიპომი ჯაგი კოცნი ლამას თვალებ როცა გიპობი თოლია სადაფრეს მხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შევხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მისთანა არ მისქონია მე შენს იმისაში ვეთებ გულში ქონია ზეგითია გაშიმგერზე ასე მგონია თოლია სადაფრეს მხარეს და საკმარისია მადლობა. საკმარისია. გამირბი ხარ და მაწვალებ ყველაფერი გასაგებია. საკმარისია. მიგზავნით. ოლიმპი გამღერებს? ამ სამშობლო აქვს. მაინც? იმან გამაჩერა. შენ რომ იცი. და გასაგებია. ისე სხვა კვილი ხომ არ მოაქვს. განჩი. და შენ გადაირევა. დებია ჩემი? მან დამობა. მართლა მახარებელი ვინ იქნება? შენ გეხმარება და ერთი მემკითხა. ცეცხლი მიგებია. მამიკო. ხომ არ გასაგებია? რა აზრი აქვს? პირველი სტირიკები მაინც აქვს ხდება. დედა ხარ? დედა. 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 დედიკო. ნუ გეშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის. მოდი. რა ჩავაბარე, ბიჭო. შაბა. ხო? აღარ მომასწრეთ რა. ძიან, ისეთ რეზიკოს სიმღერაში 5 ანი მიიღო. ვა, დედავში რა უკრია? ამ სიტყვის სიმღერა ხუმრობა? შენი გითხარ ამას? დედაგუცა გაგიჟებულია სიხარული. მამიკო, რეზიკოს კიდვალე თუ მღერია? ახლა, ვინი? აბაზი! მეკითხო, გახსენე გამიდა? მე როგორ ეშინო და ალისა? და რეზიკოს პროფესორები გადაურევია. სად გამოჩნდა ბაბუამისის ნიჭი?
რა გაუძლებს? რეზიკო, რეზიკო. Aussetien. Singinazza. სადამე კარგი მამიდო. ისე შეხვედრას არ ვშავ. ეს რაც ეს შემო. ადამი ქენდი. აბა რამე. კი მაგრამ აწირა. მამა, გინესამი მართლა ჩავაბარე. სადმე დაუსწრებელზე. ერთ თვისია მისაღები გამოცხადა. რა აზრი აქვს? და უფრო ადვილად გადიტანე. ჰა? არ გამო. მამა მოემზადები. თუ არ მუშაობ, დაუსწრებელზე ვინ იგიღებს? სულდა მაგ. რეზიკო. იქნებ მართლა წაიმუშავა? წაიმუშავა მე. სადმე? სად სულეთია? სანამ გამოსდები ჩავარებდე. ჰა? რეზიკო. რეზიკო შვილო. ნენიტო, მომილოცავს. ჰა? ჩავარო. ენაცვალო დედა ჩემი სიამაყე. რეზიკო. ერთი წუთი. სულ ასე კარგად ჩაგებარებინო დანარჩენი. მაგ. შენიცი როგორ გვასახელე. თამაზი თურმე შეჯიბრში გიწევს. რა ვიცი, ერთი გენახა მინდოდა. მე მგონია ხმა აქვს. შენზე კარგად ვინ მიხვდება, მაგრამ ახლა დაღლილი იქნება. არა, როგორ ეგადრებათ. წამოდით ამას. აბა, დავიწყოთ. ოჯახ. რას გვიმღერებთ ხმაწილო? რა ძნება? რაც მოამზადეთ ის გვიმღერებთ. ყველაფერი მოაგვარე. სათამაშოების ფაბრიკაში. რა? სათამაშოები, ის სათამაშოები. ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ? აბა სათკეთდება და საწვავი სათამაშოები. ჰა? უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრე? იქნები მინისტრობა გინდა და მიმალა. სად მივიხდი? შეხუმრობდა მე მოვხდი ამდე სირბილით. მაინც სად მიანგენო? დირექტორი ჩემი მეგობარია. მსახიობი იყო. ახალგაზრდობაში ერთად მონაწილეობდით ტრამპლეში. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ? სასწრაფი აკეთებენ. როდიდან? სალარ უნდა იწყება. თხოვე. პირველ სექტემბრიდან. თანხმობა უჩემოთ მიგიცია და მე რა რა შენი სტივიკო. დღეს უკანასკნელი გამოცდააბადეთ ჩემო პროფესორი. φίλე. რა ხუთიანები ჩაკიჯიგჯიგე? მოხალატე მაშაკიძე. გასასვლელთან გელოდება ცოლი. ხო, მაშაკიძე. პროფესორი მაშაკიძე. მოგილოცავთ.
ვარ. სამი ხოჯა. ნაკარი. დედა, ამა შევიცნე რა. თავი გინდა მომჭრა. პირველი დღეა რა სიტყვენ პროფესორები. აუჩქარეთ. საკეითო ხომ არ მიწეს. რა დაგემართა ჯერბაც არა. ხის აღარ დიწრა ხო? რა. რა დაიწრა? აუ. ასეთი დილა ყველა ოჯახში რო თითემდება. ეს მხოლოდ დიდი ბრძოლით შეიძლება მოიპოვო. სულ რამდენიმე წუთით და ამ ოჯახიდან გასული კაცი პირველ ნაბიჯს გადადგამს ხელოვნების მწვერვალების. აუჩქარ. ო, რა ამბავია, კონსერვატორია თუ ქარხანა? ო, დეჯიკო, გაგიანდება. ვეზიკო. აი ეს შე გამოგადგება. ხანდახან დახედა, სტუდენტი ხარ. არ დაკარგო ვეზიკო. აბუა შენი საათია. თვალის შინივით გავთხილდები. არაფერი არ დაგჭირდა. ყველაზე წინ დაჯექი. აბა შენიც. მოიცა. რა იყო? ხინა გამარ დამავიწყდა. დააგვიანდა. აბა შენიც ვედიკო. აბა, ბედნიერად შვილო. ჭკუით ვედიკო. რა არის სათამაშოების გარეშე ბავშვის სიცოცხლე? ნული. ავიღოთ რევოლუციამდელი ბავშვი. ისმება კითხვა. რატომ იყო იგი გონება ჩლუნ, ჩამორჩენი? პასუხი მარტივია. მას არ ჰქონდა სათამაშო. მას არ ჰქონდა სათამაშო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ასე არ არის? ასე არ არის? დიახ, ბატონო. ხო. აბა, ახლა საქმე, ხმაძლევ. რეკით? კარგია. ერთი წუთით ხარიშვილებო, ერთი წუთით დღეიდან ჩვენს რიგებს შეემატება აი ეს ხმაწლი. რეზიკო, მოდი, სადა, მოდი. გთხოვთ იცნობდეთ რეზიკო ბელთაძე, სერიოზული ახალგაზრდა სხვათა შორის, უცოლო. აი ეს თქვენი ახალი უღარ. სხვათა შორის ეს არც თუ ისე რთული. აი უღარ. ხლავე. აი. ბატონო სევერიანი კომფეხია. ფეხი ყოფილა, შებეშა. დოდო ვინაცალია ნახე. აი ასე. აბა შემარცხვინა. ახლა მეორე ფეხი. თქვენ თვითონ გააკეთეთ. სულ ადვილი, აქ დაჭდები. მოდი როგორ ჩვენსკენ გადავიდიროთ. ტრადიციულ სევერია. როდესაც ხვალდილით სამსახურში მობრძანდებით და მიკითხავთ, ჩემს მაგივრად ცარიელი მაგითად არ ხდება. მაგრამ რას ისა? ჩვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილვართ დაბადებული. მშვიდობით ბრძანდებით. კიდევ კარგი ნაცნობი არავინია. თქვენ ცდებით, პატრიციულო რეზიკო. აბა გაიხედეთ ფანჯრისაკენ? იცანით, არა? შემიძლია სახელიც გითხრათ. ლალი. მე მგონი მანაც გიცნობ. რატომ გარიდებ თვალს? თუ გახსოვთ, თქვენ თვითონ უთხარით სტუდენტი ვარო და იქნებ არ ელოდა აქ თქვენთან შეხვედრას.
შენს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. რადიოში არ გამოვუცხარებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიგარგე. ყოველ დღე ასე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისე ლაღარაკო, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტო, ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გავიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? უხერხული ის არის კაც წყალში ჩაუყარო ამაკი. მადლობა მერჩილო, როგორც იქნა. რა დაგიხეთქე, რედიკო, გულები, მოდი. სადა ხარ, დედა, ამდენ ხარ? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოგითხო შენი მადლიერი პაციენტები. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდე? რა უცნაური კითხვა. რედიკო, პროფესორებმა თუ გიწეს შვილო. ხა. შემოვიდა თუ არა ის, რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხა, პროფესორი ვაშაკიძე. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომა აყოჩაღარა. ახლავე, დედიკო. ჯამე, დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ კმაწყლს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ, მელიტონ, არა, აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეღოთ, დაღლილი. დაასვენეთ. აცალე საჭმიჟამ. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მაგრამ რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში. თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცქირა. ისე მოგეწონა იქავრობა? აი, რაი ბილი. რა იყო რეზიკო? რა გება? რა იყო? მე რას უყურებ, მოდი შეგარ. რეზიკო, რა დაგემართა? პატრონი, ალა პერდიზე იქნება. არა, თუ შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავით ავარ გარეული. მერე მაგას საჯობია შესრულება. მორჩა, ხვალიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება. დასამო, ბიჯო. არ დამღუპო, ბიჯო. მიხედე, აქვს კბილი არა მოაწყოს. რას ქვია ამოაძროს? დაუცნაური თქმა იცი. არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლა მის ხომ არა? მაცალეთ. უნდა მოიწმინო, სხვა გზა არ არის, მე გესმის? მოძმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. მადლობ. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, თუ მადლობა არ უთხარიო. შენ რა ქვია? ლალი შენ? მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთია. ჩემს მასეთ რეზიკო ქვია. მართლა მოგითხო გადაეცი. ჯერ არ იცის ლაპარაკი, პატარა. მაინც რა მხელა? დედიკომ და მამიკო უნივერმაღში. გასაგები. სულ პატარა, აი ამ არა უშვებს. აი, ის დიაც მაქელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, ვია? შუ, ისე ნატრემოს უყარა, ა? მე მგონი საპატიო დაფარაკ ცდება. ოჩახ, შენ მამა როგორა? მარო. მარო განიცოდი ერთი ამახალგაზრდა სპეცნაზსაცმელი შეურჩა. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოგწანდით. ვალიკოს გამომართო. ეს რომელია? რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? იმიტომ რომ ასაც ქონა სათამაშო. სწორია. გამარჯობა.
ნამდვილად ბედი არ ქონია და მთელი ღამე სარგესთან გააცელა და ვისთვის შორის ძალიან ტკბილად მეძინა. რატომაც არა, გვერდე მოგისმენთ. ვისაც უნდა უთმო? რა. ადგილსაც და მეზობელს. აბა, გამოდი. ვის გინდათ? ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის. ნები შეუღებია. შევიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონის დავიბარ. რადგან ასია? ყიდი ადგილს. ასიმანეთი 1, ასიმანეთი 2, 1000 ასიმანეთი 1, 100,000, 100,000, მილიონი 1. მოიცა, ბაბაებო, ძალიან ადგილი, ვის პრასი? გული მიგზნობს აუცილებლად მოვა. გოგოებო, სიზმარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაწნული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩევს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და ამ დროს მეც გამოვიდა. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი სირბილად. არა ბატონო, სევერიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაღაც. ჰალო. გაიცემ. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც გენებო. ბოდიში? შეიძლება აბზანო. ბოდიში? ეკი. ვერ აბზანო. აბა, წავედი. ხო მართლა, ეს მოწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას ვემარება? ელთაძე. დაუჩერეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. ბერძიკო. მოდია. მოდი. ვიღუპებით. სულად არის სახლა. რა მოხდა? დედია შენ მათაიჩნა გინდა თვალი რომ დაპატიჟე პროფესორი. შენ დაპატიჟე ქვი დაპატიჟე. ვარიგო, ორი მანქანა ასლანთან უნივერას. ცაცში არჩევანი ცაცში. არის. სევერიან. ო, მედიტანს ახლა, ჩვენს მედიტანს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის, კაც? ჰა? ვიღუპე. რა მოხდა? უნდა მიშველა. კი შენი ჭირი? პირას უნდა ჩიქნა სახში. რატო? ფორმალს. ო, შეგარცხვინა ვერთ მაშინ შემაშინა გაც. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვერ ღირსე და მაგაზე გეტყვი ვარ? ოღონდ იცოდე. შენ სევერიან ცივძივაძე არ ახ. ჰა? აბა ვინო? გამარჯობა პატიცემო. გამარჯობა. მე რეზიკოს დედა ვარ, მელიტონის მეუღლე. თბილისში კი ვიდა. გახსოვთ, ხო? სასიამოვნო. ვირას ჩვენთან უნდა მოვიდა. პატარა ბახშა მივიძბავს და ძალიან გთხოვთ. ისამართლე ხომ გახსოვთ? შუბლაძის სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. ელიდო. შენი ჭი. შუქრახულია დირექტორი ვარ თუ გინდა ჩემწოს. გული. ნუ მოხვა. შენ დღეს რა სადარდებელი სხვა ზარა მოხს. ბიჭო, ვინმე რომ იცნოს? ვეღაინ გეცნოს. ყველანი სიკოთაბაჭი. გმადლობთ. ვეცდები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოდ მოვალო. დირექტორი. არა, პროფესორი. ატაკამის. მე
ვფიქრობ პროფესორი დავსვათ აქ. არავითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ხიზილალა დადგათ აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწევა? გონი ეწევა. დედა, საფერფლე. მოიგეთ ბატონო. ეს ეგმედია. აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს. მუსიკათ მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოუღე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირ და მოვალო. ვიცოდი გაგეხარდებოდა. ძალიან. მოვიდა. მოგძანდით პატიცემულო შალვა. ხო. ყველა ტელევიზია. გაიცანი ჩემი მეუღლე. გამარჯობა პატიცემულო შალვა. Спасибо, ну. რეზიკოს ვახლავარ ჩემს სიავაღეს. ხო, მადლობ პატიცემულო სიდედრის შალვა. ბიძაშვილი. გამარჯობა. არა, სიდედრის ძმის შვილი. გამარჯობა. ის ძალი. სასიაო. სიდედრის და მოგადიეთ მოდი. სიდედრის ძმა. გამარჯობა. სიდედრის ძმა. პატიცემულო შალვა. მოდი შეხტი ბატონებო გალოდი. რას ბრდანე პატიცემულო პატიცემულო შალვა. შალვა. ხელის გადაბანას ხომ არ ინებები? შეიძლება. მოგდანით ჩემს კაბინეტში პატიცემულო შალვა. სულ დამაგვსტა. გაიცანით სიდედრის ის სულ. დავთხოვ. შანტე დევოთ კონესან. გმადლობ ყურადღებისგან. მოგადიეთ. ღმერთო. ხეთა დედა შეხედეთ. გადადაბალი არა? დედა ყურადღებიანი. ხო რა ბაგაჟის ბატონის შანს? კაცი უნდა ვარგოდეს კაცა, თორემ ეხლა მანქანებიც კი არ ასწავლეთ. მართალია. რა არის ეს რა? ლირა. ირა? ლირა. ი პროფესორი, კი. შენ რა გითხრა? ისე შემოყვედი მართლა პროფესორი მექორე. მამა ჩემს რა უთხარით, მაგრამ ისეთ მსახიობი უნდა პანთეონში დასაფლავება არ მცდება. ვილად არ ახსნება. ისე შენიხარით მინდა თორემ. აბა მუსიკალურ ტერმინოლოგიას გადავხარ. კიდევ ხომ არ მოვიდა. ალისას დაუპატიე ერთი მუსიკალურა. ხუბავ. არა. არ მოვა. ასე ერთი და ბათი ერთი სომარა. ხომ არაფერია საჭირო? ყველაფერი რიგ. ალისა. ვინ იყო? არავინ მეზობელი მოგბრძანდით? ხო. აბა შეიცი. ხო. კიდევ ერთ ხელფადიებას ხდება. ხო. მოგდანი. ახ ეს. დაბრდადით პატიცემულო შალვა? საძი ბოგა. პატიცემულო მე. მადლობ. დაბრდადით. ხო პატიცემულო შალვა. დაბრდადით. ხილფეშა. ბატონო. ცხელა ბატონებო. რაიო, ხელა. პატიცემულოს სასწაულიური მომენტი მოთმანება. მელიტონის ოჯახს ეწია საყოველთაოდ ცნობილი პროფესორი კულტურის უანგარო მოღვაწე. ჩვენი დროის დიდი ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი უსახელო მწერალი. დიახ, უსახელო მწერალი. ფიზკულტურელი ბრძანდება, თუ? ხელოვნებისა, პატიცემულო დომენი. ხელოვნების. ჩვენ პატიცემულო შალვა. როგორც მშობელი დედას უნდა რესიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბების. რესიკო არის ხის ნედლი ტოტი. დიახ, ნედლი ტოტი, რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთალოს ყმაწკბილის სალამი. ეს ტოტი არის ამონახალი იმ ეს მაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს წნების ხარიშხალი. მეგონიგოზე სიამოვნებით შევსვათ თქვენი საქმე. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახი განათესაების სახელი უდიდესი მადლობა გადაუხადო პატიცემულო შალვა. ბედიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად დაბედნიერა ბატონო. ბატონებო. ჩვენ ხელოვნების შაკეთ ერთი დიდი მიზანის პასუხი. მიცემს სულიერი საზრდო. იგი სოლტეგიო. ერბია ჩვენს მომავლის მქონე ახალგაზრდა. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აქვს მიზანიც. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამბარებს სათამაშოების
აი მე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩუნდი? რატომ? მოიწმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. ხო და ასია სიმღერა. ესე იგი, piano, fortissimo. სიმღერა სიცოცხლის წყარო. ესე იგი, dominuendo. მადლობა სულხასერებს ლადენა. ჩემს თქვა დომენტიო. მაგრამ მადონება მარტო სიმღერით ფონს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობს. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკას უცოდნე. აჰა, სიამოვნო. რეზიკოს ბერიტარდა და რეზიკო. კუცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე კაი ბიჭებია. რავო. რეზიკოს ამხანაგები არიან. რეზიკოს. ხო, დასმობ. სოლვეჯია. არა. ხო. როგორც ხონებული მოცარტი, და ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კატოზე ლაპარაკობ? მადლობა სმოდახს. ბოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ვასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა. მანამდე სადმე ვატეობდი? მანამდე ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მერიდონ, არ მითხრა ახლა ეს ისტორიაო. ყოველ ხუთი პარა. აურა დრო გასულა. შევოდ გადაუდებელი საქმეები მაქვს სიამოვნებით რა. ხალბატონო გუთა როგორ მინდა დავჭე, მაგრამ არ მოიდიეთ, არ მოვიდა. კაცია. ბატონო შალვა, ასვას აპირე. რეზიკო ძალიან მაყოფილია ცენილი ექცია. არა რეზიკო? დიახ, ძალიან. რეზიკო. ამ გულმას ხოდინა ეგადარა მე ჩემი არტი Jenny Haratan Jenny Excellent. Хорошо. პატიცებული შალვა, შეიძლება ერთით. მე ბატონო. სიამოვნებით. გულიკო, ნეტა შენ თუ გეძება პატიცებული შალვას მოხდენ. ჩემთან აპირე? დიახ, გახსოვთ ამასინათ ოლიმპიადაზე. ცეკვავდა რა? როგორ გეკადრება, ძლევოდა. ელოდა, ხო, ცილეთ ხო. ვარაფრის გაგონება არ უნდა. იცით მთავარია ბულუარ, რა? ჟელანი. სურვილიო. გესმის გულიკო, მთავარია სურვილიო. თავარია სურვილი და მე რო ყველაფერი მოგვარდება ბანდა. მოგვაიცა. ეს რა გაიგებია, კაცო? ის არის ხო?
ვარლავ ნახე რა მოგეთები არა როგორ გავს მაჩვენე გადა ვაი ერთი ზარინი შეხედე გადა როგორ გავს ივან გაგეთა კრიტიკი საკამათო ბავშვის სულიერი საზა დია აი ხან თქმაც გძნელია სიმღერა აქვს თავი საკამათო მაინც ვარ რითმეტები ჩვენ უბრალოდ კინო თეატრი ფეხბურთი ტელევიზორი ურმალიზა ბავშვი ისევ და ისევ სათამაშო და ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ამათი ხალისიანი სათამაშოები ამხანაგება ადამიანი რომელიც სათამაშოებს ქმნის ის პოეტია ნამდვილი პოეტი სამგიტან შემომველო ვაიმე უიმე შემდამიგე რაგადასერებია ვიღაცას მაგონა ნამდვილად თუ შეიძლება შესანიშნავია ასეთ გასართობზე ბავშვების კი არ იტყოდნენ რა ალისა ვის ასეთი ნიჭი ქონია და ხმას არ იღებ აუცილებლად უნდა აჩინო ვინმე არა პატივცემულო შალვა ასაკვირველი მართლა ბატონო მელიტო თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არავის იცით არავის არ იცით მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო პარლამი იცნობს დირექტორის ნამს ვის კორესპონდენტ სირბილაძეს ხო ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტო ამარა მაგრამ ჩავხატავს კიდეც ასაკვირველია გადასარევი აზრია სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატივცემულ პროფესორის სახე მე მგონი არ ვიცი ამისათვის კაცის შეწუხება კაბადონოს მართლაც ხერხულია ხომ არ ერია აპარატი მოიდა და სტრუქტურა ჩემი ხათრით ქვას შეუშვეს თავს რაღაც უცდი გაურეკე ახლავე ბატონებო ახლავე ალო არ პასუხობს დაგჭებული აბა როგორ ბატონო შალვა მიწდები ნუ დახლა ერთადერთი ფოტო როგორ ბატონო შალვა მიბრძანდები არავის პატივცემულო შალვა ყველაფერი იგზია აბა ხო ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორი მელიტო ცუდად გამარჯვე ვაიმე უიშე შემდამიგე დარიგეთ მასალები დროა ნუ აგვიანე dobra აჯება სავან ეს გავაც ეს რა შენ გააკეთე არა აბა არ ვიცი არის ფიზიკო დი შენი ხუმრე ფიზიკო არა ბატონო მე არ ყაჩა
ოჯახ რეზიკო. კარგია, კარგი. ლალი, დაგელაპარაკებით თუ ერთ პირობას მომცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არის? აი ის კარებია, ხელმარჯვნივ. დამოგცემთ. მიგცემთ. მადლობ. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობით. საერთოდ გარეთ? დიახ. მოიწმიეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, კეთება. დაბდენ. მადლობ. რაც გნებავთ, ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნიები. დაბდენ. არა, თქვენ მერე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა, მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მეგახლა? ხა? ეი. როგორ პატივცემულო შალვა? ქალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია სევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ მესმის. რა რეზიკო? რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. ქალბატონო, რას გახსეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ციცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უყურეთ. ტიკ 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 ტიკ. როგორ ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც კეშია. სასწაული. პატივცემულო შალვა. ბოდიში სევერიან. პირდაპირ თვალებს არ უჯერი. ხმა? ხმა? დიახ. ხმატარეთ, ბატონო, რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რეზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩილკედელაოს. პროფესორმა ვაშაკიძემ. მისჩია თქვენთან მომეტანა. მომენტით გეთახა. და საინტერესოა. იცით რა? დამიტოვე. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუვლაძის ქუჩა. შუვლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ როგორია? ბელთაძე. ბელთა. კარგი გვარია. ბელთაძე. მაშასე პასუხს პოსტით შეგატყობინებთ. დიახ, ასე. მადლობ. ბოდიში. დაგზავნებთ. მელიტონ. ისმენ? ახლა. პატივცემულო მელიტონ, ტელეფონი. ისმენ? სევერიან. როგორ? მე? იქნება შესწრებ. როგორ? მაღალი, მელოდი, გრძელი ცხვირი სათვალეები. ხმა? სულ სათამაშოები კი ეკერა პირზე. აქ რაღაც ამბავია. შეიძლება მე ვცდები. და იქნება არ ვცდები. რა იცი, იქნება ბავშვი არის კონსერვატორიაში. მელიტონ. რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან ცხელა მელიტონ გარეთ. იცის ქვეყანა. დედა, არ ვისადილოთ? მე რეზიკო. დაგვიანდება. და მე რაღაც კრება მაქვსო. კი, მაგრამ სახლში ვერ დარეკა მელიტონ. იქნება დარეკა. მაგრამ ტელეფონი რომ გვაქვს გაფუჭებული. კარგი, მელიტონ, გენაცვალე. დედა, სამოთ მომეხმარე. კილათ მელიტონ.
დისკოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელია. რატომ? რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადიხარ? დღე არ განიცდენია? არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად. საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევ იქ არის, კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობთ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. აბა ხუთები რო ჩამიჭიგი რა გეგონა? დღეს ცოტა შემაგვიანდება, მამიკა. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მინდოდა დავინახა მართლა მრგვალია, დედამიწა თუ არა? მერე? მერე მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირებ? ახლა? ცეკვას. მოდი ვიცეკვე. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭიყარო. ყველაფერს ბედი უნდა. დავიდეთ. გიყვარს ცეკვა? კი, შენ? დღეს დილამდე რო ვიცეკვას მგონია არ დავიღალებ. რატომ დღეს? როგორ გითხრა? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომდენით. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მეგონია, უნდა უთხრე.
Სინგენაცვალე, რეზიკო. ხომ გეუბნებოდი მე წავალმეთ. ესაა საქმე? ეგ არაფერია. კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადეს. ახლა ის მაშა კიდე მაწუხებს. იქნება მართლა შემეშალა. თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა. ახლა მეუბნები? არ ვიცი, მე თვითონ დავიბენი. დედა, წერილია ფაბრიკიდან. რა? რეზიკო სათამაშო მიუღია. დედა რა მიხარია? ახლა რეზიკოს უნდა ვახარო. არ გაბედო. მელიტონმა და რეზიკომ არ გაიგო. დედა, ნამდვილად ვამბობ. კარი შალმა გადაიარა. ეს ის წუთებია, როდესაც გჯერა ადამიანის. და სადღაც გულის სიღრმეში, სინდისის ქენჩნასაც კი განიცდი, მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისას. მადლობა ღმერთს დროზე მოხვდე. შენ რაღაც კარგად გამოიყურები ბებიშო, ა? დედა, თავრობის საჩუქარი მოგიტანა. პირველი სტიპენდია. გენა, მადლობა. დედა, ამ დღესაც მოვესწარ. დანარჩენი რა უყავი? დანარჩენი დამიგვიდეს. ძალიან ბევრი დაუგვიდიათ. არიგაცე. კარგი ბურძენი, ახალი ბურძენი. კარგია ვიცი. კამპანია. მოგზანდი მეგობარო. მოგზანდი, მოგზანდი. მოგზანდი, ინებეთ, დავე კარგი ვაში, მოგზანდი. ახალი ბურძენი. კარგი ვაში, ინებეთ. ახალი ბურძენი. აი, მონდიფური. ინებეთ ბატონო. ბურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. termine bătănă. Bătănă, Mocalache. Bătănul șalba. Are cal bătănă, așa la Bătănul șalba. șalba. Habi da mane Erti udit bătănul. Sculis merhidan წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია. Thank
ხე კოშკებს აგიგებდი ოცნები სამახსოვროდ მთელ ცხოვრებას მოგცემდი აგიგრეთი ვარდის ქონებს მერცხლად შეგიფარებდი კიდევ კარგი შემხვდი თორემ სუსლა შევიფარებდი ლალი, ცირა. შენაკ დამიცადე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა, გოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარებ.